დილა მშვიდობის. დაიწყო შემოდგომა და დაიწყო ჩვენი ახალი სეზონიც. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ჩვენი ბაღიდან მოგესალმოთ და ისევ ჩვენ ბაღში ვიყოთ. სანამ ამინდები ხელს შეგვიწყობს, ამ ბაღიდან მე მგონი ვერავინ ვერ შეგვაგდებს სტუდიაში. და რაც მთავარია, მინდა სულ ყველას მოგესალმოთ. ყველას მათ, ვისაც ჩვენთან ერთად უყვარს მცენარეები, ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ჩვენ ყველა ერთი სიყვარულის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, ჩვენ და თქვენ. ძალიან გვინდა ვაგრძნობინოთ, უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა აი იმ ზარებისთვის, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩვენი გადაცემები არ იყო, მაინც შემოდიოდა. შეკითხვები ნამდვილად ბევრი იყო, მადლობები ძალიან ბევრი იყო, ასე რომ აი ნამდვილად კიდევ უფრო გაათმაგებული ენთუზიაზმით და მონდომებით შევეცდებით, რომ აი გითხრათ ისეთი თქმაც გვინდა, გაჩვენოთ, ზოგიერთ შევაყვაროთ, ზოგიერთ თქვენი ზარები მართლა ძალიან სასიამოვნო იყო. და გარწმუნებთ, რომ ეს აი რაღაცა თბილი დამოუკიდებულება ცალმხრივი არ არის. ჩვენც ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც თქვენთან გვაქვს ურთიერთობა და ჩვენ თქვენთვის მუშაობთ. დაგვირეკეთ, უბრალოდ მობძანდით და ვისაუბროთ ბუნებაზე. ეხლა მოგესალმებით კიდევ ერთხელ სამივე და მოდით ხო. ესე ვთქვათ, რომ ჩვენი უახლოესი გადაცემები მიეძღვნება შემოდგომის თემას, შემოდგომის ყვავილებს, საინტერესო მცენარეებს, რომლებიც მთელ თავის, ასე ვთქვათ, ენერგიას, მთელ თავის დანიშნულებას ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ შემოდგომაზე გვაჩვენებენ ხოლმე. ზოგიერთი მათგანი დეკორატიული იქნება, ზოგიერთი სასარგებლო, ზოგიერთი სამკურნალო, მაგრამ სულ ყველა ლამაზი და სულ ყველა საოცარი. და რაც მთავარია, იმდენი თემა არის შემოდგომაზე, აი ეს ყვავილის, მცენარის მოყვარულისთვის, რომ ცოტა ვიკამათეთ კიდევაც ერთმანეთში პრიორიტეტი რომელი ყოფილიყო. და გადავწყვიტეთ ესეთი რამ, რომ დღევანდელი გადაცემა დაგვეწყო ძალიან ქართული თემით. და ორი ძალიან ქართველი სტუმარი ყავს. და ერთი ძალიან ლამაზი. აუცილებლად. იცი რა, მოდი თუ გინდათ თქვათ, ჩვენი ძალიან საინტერესო სტუმრები იქნებიან პირველ რიგში, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი და ძალიან სასარგებლო ლეღვი. და მეორე ბოლო ჩართვის სტუმარი ალბათ ძალიან ლამაზი, მხოლოდ და ძალიან ქართული მცენარე, სახელწოდებიდანაც გამომდინარე, მაგრამ ამასაც აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომლებსაც მე მოგიყვებით აუცილებლად. ისე რომ დავიწყებთ. ეხლა რამდენი